სრულწრფელად ვწუხვა, რომ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უნდა მოусმინოთ თქვენს ახსნა განმარტებებს, ბატონო მიხეილო. დღეს ტრიბუნიდან მოგიწევთ ესაუბროთ მშობლებს, რომლებიც წესით თქვენივე ინტერესიდან გამომდინარე თქვენს კაბინეტში უნდა განიხილავდნენ საკუთარი შვილების გადარჩენის გზებს. მათ ზრუნვაში ატარებდნენ დროს და იმიტომ, რომ გამბედაობა არ ყოფნით გადაწყვეტილებების მიღების, ისინი კანცელარიის ცივ კედლებთან არ ათენებდნენ ღამეებს. ეს ადამიანები არ ითხოვენ ხელფასის ან პენსიის მომატებას. ეს ხალხის შვილების გადარჩენას ითხოვს. ყველაზე ტრაგიკული ამ ამბავში არის ის, რომ ამ ადამიანებს კაბინეტებიდან და ბრიფინგებით ესაუბრებით. თქვენს მიერ დასახელებული თანხის მოცულობა 102 მილიონი დოლარი წელიწადში ბევრია ამ ბავშვების სიცოცხლისთვის. ეს რამდენად ვალიდურია ეს ციფრები კიდევ საკითხავია. არ დაგავიწყდეთ, თქვენ ხართ გუნდი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მორალური უფლება ისაუბროს ფინანსებზე. მაშინ, როცა ყოფილი ჩინოვნიკების სახლებში ოქროს ზოდებს და მილიონებს ვპოულობთ, როცა 9 მილიარდი ლარის გადასახადს არ იხდის თქვენი საპატიო თავმჯდომარე. როცა ხალხის ბიუჯეტიდან 800 მილიონ ლარამდე მხოლოდ ჩინოვნიკების ავტომანქანების სახარჯავად არის თანხები გამოყოფილი ბიუჯეტიდან. შეგახსენებთ, რომ თქვენმა პარტიამ 2025 წლის ბიუჯეტიდან 600 მილიონი ლარი ვერ აითვისა. შეგახსენებთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე ტარიფები იზრდება. შეგახსენებთ თქვენსავე პოპულარულ ფრაზას: ეკონომიკა თვიდან თვემდე იზრდება და რა გვინდა ეს ფული? თუ ბავშვების სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ, რაში იხარჯება ეს ფული? მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ, რამდენი მილიონერი დეპუტატი, მთავრობის წევრი, მერი თუ მინისტრია და პასუხის ნათელი იქნება. თქვენივე კოლეგების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ბიუჯეტიდან მოპარული წარმოუდგენლად დიდი ოდენობის მილიონები პირდაპირ ნიშნავს ადამიანებისთვის წართმეულ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. ზამირ კვეკვესკირი, გეცნობათ ეს სახელი და გვარი. ეს გახლავთ 44 წლის დევნილი ოჩამჩირიდან, რომელმაც დევნილთა სააგენტოს პირდაპირ თავი დაიწვა პროტესტის ნიშნად. მარტო ეს ფაქტი უნდა ყოფილიყო საკმარისი, რომ თქვენ თანამდებობა დაგეტოვებინათ. თქვენი რეფორმირებული ნარკოპოლიტიკა. გადახედეთ ბოლო პერიოდის სტატისტიკას, რამდენი ახალგაზრდა გვეღუპება წლის განმავლობაში. 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 38,000 ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 44,000 გადააჭარბა. ეს უკვე დემოგრაფიული კატასტროფაა. იცით, რამდენია იმ ოჯახთა რაოდენობა, რომლებიც სამშობლოს ტოვებენ ყოველწლიურად უკეთესი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მძიმე პაციენტების გამო. იგივე რეალობის წინაშე დგანან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და ის მოქალაქეები, რომლებიც არც ერთ მიზნობრივ პროგრამაში არ ხვდებიან და არც კერძო დაზღვევის ფუფუნება აქვთ. დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ავადგახდომა განაჩენია, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე ვერც მედიკამენტებს ყიდულობენ და ხშირ შემთხვევაში ექიმი ადგილზეც არ ყავთ. ან იმდენად ძვირია სამედიცინო მომსახურების ტარიფი, რომ ვიზიტისგან უბრალოდ თავს იკავებენ. ამ დროს კი სახელმწიფოს ხალხის გვერდში არ დგას. ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მოწყალების სააგენტო. ის არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ სოციალურ გარანტიებზე და არც სამინისტროს ბიუჯეტია თქვენი პირადი ქონებრივი საკუთრება. ეს საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც მათსავე კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ყველაზე მთავარი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი. თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია, დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესიჯ ბოქსებისგან და პროპაგანდისგან და ამომწურავ პასუხს გასცემთ ერთ კითხვაზე მაინც. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ? გაითვალისწინეთ, დღეს თქვენ გიყურებენ ბავშვები, რომელთა მშობლებიც მათი ცხოვრების გადასარჩენად ღამეებს ათენებენ კანცელარიის წინ. მადლობთ.